კი ბატონო. აი ეს განახლებული გეგმარაში მდგომარეობს, რომ გითხრათ, მათ შორის იგულისხმება საპარლამენტო მანდატების გამოყენება პარტიის გეგმა როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ბრიფინგშივე ახსენეთ, რომ შეცდომა იყო მაშინ ბოიკოტირება ამ კუთხით. კი ბატონო, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ეს არის ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელი, პოლიტიკოსისთვის ზოგადად აუცილებელი, ჩემი აზრით, თვისება და უნარი და ჩვენ არასდროს გქონია ჩვენი შეცდომების აღიარების პრობლემა და ახლაც ვაღიარებთ, რომ რა თქმა უნდა, საპარლამენტო ბოიკოტი იყო შეცდომა. თუმცა ამ შეცდომის გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს და ჩვენ უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ მიმდინარე პროცესების სერიოზულ ანალიზს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის მზად არ ვართ და რა თქმა უნდა საზოგადოება გაიგებს, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. რომ უფრო იხრებით იქიდან, რომ გამოიყენოთ ეს მანდატები. ნახოთ, ჩვენ ამ გეგმის შესახებ საზოგადოებას თქვენი საშუალებით, მედიის საშუალებით უახლოეს პერიოდში ვაცნობთ. თქვენ კარგად მოისმინეთ, რომ რეალურად სიტუაციის ანალიზი გვაძლევს იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური პროცესი მოკვდა და ამაში რა თქმა უნდა ჩვენს უპასუხისმგებლობას ვგრძნობთ და პოლიტიკური პროცესის ერთადერთი ალტერნატივა გახდა ქუჩა, ბუნებრივია ამან მივიყვანა იმ შედეგებამდე, სადამდეც მივედით. და ამაში პასუხისმგებელი არ არის მხოლოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ანუ ოცნება. მე იმიტომ ვისაუბრე ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის როლზეც, რადგან ჩვენ მივაჩნია, რომ იმ ყველაფერში რაც მოხდა, რამაც დამატებით მისცა შესაძლებლობა ოცნებას კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი, რამაც გადაუფორმა კორუმპირებულ კალათებს თბილისი მომდევნო 4 წლით, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია და რამაც გააჩინა მშვიდობიან მოქალაქეებში ჩვენს 10,000-10,000 გულანთებულ პატრიოტში მორიგი ნihilizmi და იმედგაცრუება, ამაში პასუხისმგებლობა მიუძღვის როგორც ოცნებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ისევ და ისევ მშვიდობიანი გზებით და პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელოთ ბრძოლა, სწორედაც რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ კარგად გვესმის, რომ თუ არ დაამარცხებ ნაცებს, ვერ დაამარცხებ ოცნებას. და ეცაც კითხავთ ევროკავშირის განცხადებაზე, მარკოსი და კაია კალასი ამ განცხადებას საუბარი ერთმანეთის არჩევნებზე, რომ სრულფასოვნად არ წარიმართა ეს არჩევნები, ვინაიდან არ იყვნენ მათ შორის სამართლებრივი კომისიის წარმომადგენლები ამ არჩევნებზე. თქვენ რომ გითხრათ, როგორ ახასიათებთ ამ განცხადებას და ამ არჩევნების მიმდინარეობას, მათ შორის განცხადებაში საუბარი იყო ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რეპრესიებზე და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. ბუნებრივია ის, რომ ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი მიმართავს დეზინფორმაციის კამპანიას ევროკავშირის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, ამაში ახალი არაფერია სამწუხაროდ. ამ განცხადებამ პირველი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ განცხადებიდან არის ის, რომ ერთ-ერთზე ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ სწორედ ბოიკოტი იყო შეცდომა, რის გამოც ჩვენ მივიღეთ ძალიან დაბალი რაოდენობა ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლებისა, ერთი და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი. ევროკავშირი პირდაპირ ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ძალადობის შეწყვეტისკენ და ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ორივე მხარეს, როგორც ოცნებას, ანუ არსებულ de facto ხელისუფლებას, ასევე ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ორგანიზატორებს. ბუნებრივია და მათ შორის იყო საუბარი იმაზე, რომ განზრახ მოხდა ეუთო ოდირის საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნაკლებ დროში დაგვიანებით, ასე ვთქვათ, ოდირის ფორმალური მოწვევა, რაც რა თქმა უნდა თავიდანვე კარგად იცოდა ოცნებამ, რომ ამ მოკლე პერიოდში ეუთო ოდირი ვერ შეძლებდა არჩევნებზე სრულფასოვან დაკვირვებას, მაგრამ ლეგიტიმაცია ისევ არ აქვს ქართულ ოცნებას და ამ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ჩაატარა ოცნება ჩვენ აქ უფრო ბევრად რა თქმა უნდა ოცნება ყოველთვის აყალბებდა არჩევნებს და მე ბრიფინგშიც ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიცოდით და მზად ვიყავით ნებისმიერი შედეგისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა გვეთქვა არჩევნებისთვის. და ამიტომ ჩვენ წავედით არჩევნებზე, რადგან მივაჩნია, რომ მხოლოდ არჩევნებია პოლიტიკური ცვლილებების გზა. რაც შეეხება
ლეგიტიმაცია თუ რამე შეძინა, ოცნებას. შეძინა აი ამ ბრიყულმა, პირდაპირ ვთქვათ და მავნებლურმა იდეამ ბოიკოტის და შემდეგ უკვე მასზე დაშენებული მშვიდობიანი დამხობის. დიალოგს ჩვენს ყოველთვის მივესალმებით, მაგრამ აქ მთავარი არის ვის შორის შედგება ეს დიალოგი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, პასუხისმგებლობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აუღია, არც ერთ პოლიტიკოს არ აუღია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს პოლიტიკოსები იყვნენ აი ამ პროტესტის, ამ მშვიდობიანი პროტესტის, მათ შორის 4 ოქტომბრის, ასე ვთქვათ, მშვიდობიანი დამხობის ავანგარდში. და ისინი მოუწოდებდნენ ადამიანებს მიეღოთ მონაწილეობა ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის და რევოლუციურ სცენარში. მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ ისინი ამ პასუხისმგებლობას გაურბიან, დღემდე არც ერთ პოლიტიკოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აუღია და ჩვენ ხედავთ, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებრად ახლა ბატონი მართლა მხოლოდ ბატონი ბურჭულაძე აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი ასეთ დიდ მასშტაბურ აქციაზე და წინასწარ დაანონსებულ დამხობის, მშვიდობიანი დამხობის ასე ვთქვათ, პროექტზე, როდესაც უკლებლივ ყველა ეს პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მათი განაყოფი პოლიტიკური პარტიის წევრები და ლიდერები ყოველთვის მოუწოდებდნენ აქტიურად მოქალაქეებს ამ პროცესში მონაწილეობისკენ და ბოიკოტისკენ ამავე დროს. და რა თქმა უნდა, ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ასე რომ ვერანაირი დიალოგი ვერ დაიწყება, სანამ აი ამ პოლიტიკოსებს, ამ მართლაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს არ ექნებათ იმის გამბედაობა, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე ისაუბრონ. კახაკალაძეს ამისა ქალაქის 20%-თან პროგრამ ხოლმე. ეს არის მისი ლეგიტიმაციის ხარისხი. მილიონი ქალაქში 215,000-მა. შესაბამისად, რა ვსაუბრობთ ყოველ 5-დან 4 აღიჭრავს ხარს. ეს 20%-იც არის რის ხარჯზე, ადმინისტრაციული რესურსის, ტიტულშების, დიებიანი ქალების ტოტალური კონტროლის პირობებში. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მე ბრიფინგი სწორედ ამ განცხადებით დავიწყე. რომ ოცნება ზეიმობს იმას, რომ მას ყავს 20%-იანი მხარდაჭერის მერი თბილისში. ახლა ეს 20%-ისგან შედგებოდა და რამდენად დიდი ადმინისტრაციული რესურსი დაიხარჯა, ეს კიდევ სხვა საკითხია. მაგრამ აქ თავარი ეს არ არის. თავარი არის ის, რატომ მოხდა და ვისი პასუხისმგებლობაა იმაში, რომ სწორედაც რომ 20%-იანი მხარდაჭერის მერი მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უნდა იყოს თბილისის მერი. და რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ქართულმა ოცნებამ თბილისში მიიღო 30,000 ხმით ნაკლები. ანუ მნიშვნელოვნად წააგო თბილისი, რატომ მოხდა ის, რომ ჩვენ დღეს ყველამ მივეცით უფლება ოცნებას ეზეიმა კორუმპირებული მერის მართლაც რომ 20%-იანი მხარდაჭერის მქონე მერის მერობა. ბატონო გიორგი, კითხავთ რევოლუციაზე, რომელიც რეალურად ვერ შედგა, პოლიტიკური პარტიები, რომელიც მათ შორის გამოდიოდა მშვიდობიანი რევოლუცია უნდა იყო, ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ისინი სხვა ფორმით უფრო მშვიდობიანად გააგრძელებენ ბრძოლას ქართული ოცნების წინააღმდეგ, მათ შორის საუბრობენ საპროტესტო აქციებზეც. როგორი არის თქვენი შეფასება უშუალოდ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და როგორ იქნება თქვენი გეგმა, მათ შორის როგორ ხედავთ თქვენ ბრძოლის გაგრძელების მექანიზმს, გეგმავთ თუ არა ჩვენი საკრებულობის მეშვეობით? დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა საუბრობენ მშვიდობიანი ფორმების გამოყენებაზე და ჩვენ არ ვიყავით ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველდღიურად აი ამ ტრიბუნიდან, სხვა ტრიბუნებიდან, მედიის საშუალებით მოუწოდებდით ყველას, რომ მშვიდობიანი დამხობა და ნებისმიერი ტიპის რადიკალური სცენარი ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედიოდა. ახლა საუბრობენ რამის შეცვლაზე, თან ახლა, როდესაც პასუხისმგებლობაც არ აუღიათ საკუთარ თავზე. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ის რაც მოხდა, ეს იყო პირდაპირი წმინდა წყლის პროვოკაცია. სანამ არ გაირკვევა რეალურად, ვინ მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში და გასაგებია, მე მგონი ყველა გონივრულად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქისთვის, რომ ეს პროვოკაცია რა თქმა უნდა ვერ შედგებოდა და ვერ დაიგეგმებოდა მხოლოდ ოცნების მიერ. და რა თქმა უნდა ამ პროვოკაციაში მონაწილეობდნენ სხვა პოლიტიკოსები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. და სანამ ამ ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმება რა და როგორ მოხდა, იქამდე
საერთოდ ურჩევს საერთოდ გაჩერდნენ. და ერთი მოწოდებით ხო საქმე გააკეთეს და გადაულოცეს თბილისი კორუმპირებულ კალათზეს და ეხლა კიდე მეორე მოწოდებები. პირველ რიგში გამოვიდნენ და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მე აქ ვდგავარ და საუბრობ ჩვენი პოლიტიკური ძალის სახელით იმ შეცდომებზე, რაც ჩვენ დაუშვით და ვაღიარებ დამარცხებას თუნდაც ამ უსამართლო პირობებში. და ისინი სად არიან, რატო არ გვესმის მათი განცხადებები? თუ მართლა მარტო ბატონი ბურჭულაძის ბრალია ყველაფერი ის, რაც მოხდა. და თვითონ არ იცოდნენ ბურჭულაძის პოლიტიკური კომპეტენცია? ანუ ერთ დღეს გამოხვიდე პოლიტიკური ქულებისთვის რაღაცა გულწრფელად აღშფოთებული ადამიანების საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების ხარდაჭერის მოპოვებისთვის და ქულების დაწერისთვის და ასე შემდეგ შენი ეს უპასუხისმგებლო განცხადებები აკეთო და მე დაიმალო ერთ დღეში და ეს ახალგაზრდა ადამიანები მიატოვო სრულიად დაუცველები სპეცნაზს. ან საერთოდ ვინ მოიტანა ეს ამბავი რომ თურმე პოლიტიკოსის გამბედაობა მხოლოდ სპეცნაზთან ფიზიკური დაპირისპირებით ფასდება, ეს რა კრიტერიუმია საერთოდ? რა უპასუხისმგებლობაა? დიახ, მე ვნახე წითლიძის ამ ქალბატონის განცხადება. რაც პირდაპირ ამბობს, რომ თითქოს თუ სპეცნაზს არ დაუპირისპირდი, ის ჩამოსაწერი პოლიტიკოსი ხარ, დიდი ბოდიში რა. აი პირველ რიგში გამოვიდეს თუნდაც ეს ქალბატონი და კიდე ბევრი სხვა მათი ლიდერი და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი. და როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, მათ შორის თავის სახელი უნდა დაერქვას იმასაც, რა როლი აქვს ხუთვარსკვლავიან პალატაში ჯდომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სრულიად შეუზღუდავად ავრცელებს განცხადებებს, როცა ეს მას ჭირდება. და ამიტომ, როცა საუბრობთ, რომ ჩვენ ეს ფურცელი ვერ გადაიფურცლება, ისე თუ ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა, მათ შორის აი ესეთ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, თემებსაც გულისხმობთ, კონკრეტულ პოლიტიკოსებს გულისხმობთ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობთ. იმიტომ რომ ქვეყანას რეალურად კარგავთ. და ეხლა ამათ უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა? რა თქმა უნდა, ვერ და არ გადავაყოლებთ. კიდევ ვიმეორებ იმ პროვოკაციაში, რაც შედგა 4 ოქტომბერს, პასუხისმგებლობა მიუძღვის არა მხოლოდ ოცნებას, არამედ ნაციონალურ მოძრაობას და მათ პოლიტიკურ ლიდერებს. პირდაპირ ვამბობ ამას, აი გასაგებად და მკაფიოდ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ჯერ კიდევ გამოსაძიებელი და დასადგენი ძალიან ბევრი ფაქტი, ვის რა როლი აქვს ამ პროცესში. კიდევ ვიმეორებ და თუნდაც ის ფაქტი, რომ არც ერთი მათგანი არ გამოსულა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია, ეს ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან სრულიად უპასუხისმგებლო მავნებელი პოლიტიკოსები და მათ არაფერი საერთო აი მშვიდობიან პროტესტთან, იმ ახალგაზრდებთან და არა მხოლოდ ახალგაზრდებთან, ვინც ერთი წლის განმავლობაში აპროტესტებს, იმ უამრავ დანაშაულს, რაც ოცნება ჩადის, აი ეს ახალგაზრდები როგორ მიატოვეს დაუცველების სპეცნაზის წინაშე. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდება კიდევ ბევრი დაპატიმრებული ახალგაზრდა. სამწუხაროდ. და სწორედ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებების გამო ოცნებას მიეცემა ამის ლეგიტიმაცია. და ვერავინ ვეღარ გამოვა და ვერავინ ვეღარ დაიცავს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კონკრეტულად გულისხმობ ფიზიკურად ადმინისტრაციული შენობის დაზიანების და სპეცნაზისთვის წინააღმდეგობის გაწევის პროცესში სამწუხაროდ იქნებიან დაკავებული. ჩემი მხარდაჭერა თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ თავარი არის ის, რა პასუხისმგებლობა აქვთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში გეგმავდნენ, აორგანიზებდნენ იმ ყველაფერს, რაც ვნახეთ 4 ოქტომბერს. ეს ხომ არ იყო სპონტანური აქცია. ეს იყო თვეების განმავლობაში დაგეგმილი და ორგანიზებული აქცია. და ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას აანონსებ და მე გამოდიხარ და ბოდიში თურმე არ ვიცოდით, გეგმა არ ქონიაო? ამაზე დიდი უპასუხისმგებლობა შეიძლება რამე იყოს. ამიტომ რო შევაჯამო ის, რაზეც ვისაუბრე, თავარი გზავნილი არის ის, რომ ეს ფურცელი ვერ გადაიფურცლება, ისე თუ ყველაფერს თავის სახელი არ და ყველას და ყველაფერს თავის სახელი არ დაერქმევა და ჩვენ აღარ ვაპირებთ ვინმეს რამე გაუტაროთ. აი აღარ ვაპირებთ ვინმეს რამე გაუტაროთ. ვიქნებით პრინციპულები ისე როგორც არასდროს, რადგან საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც უკარგავთ თუ ასე გაგრძელდა და რა თქმა უნდა ასე არ გაგრძელდება.
რა თქმა უნდა იქნება. ჩვენ ამ არჩევნებში იმიტომ შევედით, რომ ჩვენი გუნდის წევრების სახით ადამიანებს ყოლოდათ ღირსეული წარმომადგენლები, მათ შორის საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებში, მერიებში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ ადამიანებს მარტო ვერ დავტოვებთ ოცნებასთან და ბუნებრივია ყველა ის დეპუტატი, რომელიც ჩვენი პარტიული სიით არაერთ მუნიციპალიტეტში მიუხედავად ამ გაყობებული შედეგისა გავიდა საკრებულოში, რა თქმა უნდა ისინი გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ასე ვთქვათ ამორჩევლების და მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა ეს ასე მოხდება. რა თქმა უნდა სწორი იყო. მე ამაზე ვისაუბრებ. რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, თუნდაც იმ უსამართლო შედეგის მიუხედავად, რაც ჩვენ ვიხილეთ, იმ უსამართლო არათანასწორი პირობების მიუხედავად და იმ უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად, რა ბრძოლაში ჩვენ შევედით, რა თქმა უნდა, არჩევნებში შესვლა იყო სწორი გადაწყვეტილება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ამის ალტერნატივა რა იყო, ხომ ნახეთ ყველა. ჩვენ ხო ამაზე წინასწარ საუბრობდით. ჩვენ ხომ წინასწარ საუბრობდით, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის პროექტს. ხო და მოხდა ზუსტად ის, რაზეც საუბრობდით. ერთი-ერთში საუბრობდით ყველაფერი იმაზე, რაც რეალურად მოხდა. ამიტომ ვიცოდით ეს წინასწარ. რა თქმა უნდა, არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებოდით ამის ნაწილი. არც ერთ შემთხვევაში არ ვიქნებოდით ამის ნაწილი და არ ვიყავით ამის ნაწილი. ну რა უნდა გითხრათ ახლა ეს რომ იყო ძალადობრივი პროექტი ამაზე საუბრობდით ჩვენ და ამიტომაც ვამბობდით რომ ეს მძიმე შედეგებს მოიტანდა და ახლა იქ დამატებით სადრაიარაღ საკმაოდ სუსი არ ვიცი ახლა ყველაფერი ისიც თანაბრად შესაძლებელია რომ არ იყოს მართალი და იყოს სუსის მიერვე დაგეგმილი და ასევე თანაბრად შესაძლებელია რომ მართალი იყოს ახლა ამაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს ახლა ერთ-ერთი რაც გითხარით არის ის რომ აი ეს მშვიდობიანი პროტესტის ამხელა საპროტესტო მუხტი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, აი ესე არათუ უბრალოდ წყალს გაატანა. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტი განახლდება მშვიდობიან ფორმებში და ის ადამიანები კარგად ხვდებიან ყველაფერსაც მოხდა. და ჩვენი მხარდაჭერა მათ თითოეულ მათგანს, ვინც რუსთაველის გამზურზე ყოველდღე დგას უკვე თითქმის ერთი წელია. მაგრამ არათუ ჰაერს გაატანას, უბრალოდ დისკრედიტაცია მოახდინეს. ნიჰილიზმი, ერთის მხრივ ნიჰილიზმი მშვიდობიანი პროტესტის, მეორე მხრივ ნიჰილიზმი არჩევნების და ეს ყველაფერი მათ კისერზეა. და გამოვიდნენ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, აი ამას მოუწოდებთ ჩვენ. და თუ არ გაბედავენ და ვერ გაბედავენ ამას, მაშინ ჩვენ დაგველოდონ, როგორი იქნება ჩვენი რეაქციები მათი მისამართით. რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში თამარ თაგიაშვილი დაიბადა სიცოცხლე და ოცნების განცხადებების გამო შეშფოთება გამოთქვეს. რას ველოდებით ამერიკასთან ურთიერთობაში? მე ხა ოცნების პირობებში რას უნდა ველოდოთ? აი რას უნდა ველოდოთ ახლა? თუ ეს დინარაძის ინტერვიუ ვის შემდეგაც სავარაუდოდ დიდი ალბათობით მოხდა დაბარება ქალბატონი ელჩის, ნუ ახლა თუ ამას თუ არ გინახავთ კიდევ ერთხელ ნახეთ და თავად მიხვდებით რასთან რამდენად უპასუხისმგებლო განცხადებებთან გვაქვს საქმე და ახლა ასე თუ აპირებს ოცნება უკვე ერთი წელი გახდება მალე 20 იანვარს, ნუ რამდენიმე თვეში რო გვპირდებოდნენ ამერიკასთან ურთიერთობის დაალაგების, მე არ ვიცი თუ რომელიმე გონიერი საღადმოაზროვნე ადამიანს ამის ჯერ კიდევ სჯეროდეს ოცნების პირობებში. სწორედ ამას ეხება ეს დაბარებაც და კიდევ ერთი დადასტურებაა ეს იმისა, რომ ოცნების პირობებში ვერანაირად სტრატეგიული ურთიერთობა რა ჩვენ გვქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამწუხაროდ ვერ აღდგება.